სამთავრობო მედია ავრცელებს ვერსიას, რომ თორნიკე რიჟვაძის ტანსაცმელში იპოვეს წერილი, სადაც ის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობამდე ივანიშვილსა და კობახიძეს მისი ოჯახის დაცვას თხოვს. მათივე ინფორმაციით რიჟვაძე წერილში აღნიშნავს, რომ მისი ყველა თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველანი მისი დავალებით მოქმედებდნენ. რიჟვაძე მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზეც, რომლის იარაღითაც მან სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა. თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე ალექსი ახვლედიანია დაკავებული. შემთხვევა საგარეჯოში მის საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. ექიმების ინფორმაციით ცეცხლნასროლი ჭრილობით რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ალექსი ახვლედიანი ოცნებასთან დაახლოებული პირია. ახვლედიანი მრავალი წელია ხელისუფლების შუამავლის როლს ასრულებს. კონსპირაციულ შეხვედრებზე სწორედ ის გადასცემს ადრესატებს ივანიშვილის გზავნილებს. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი 4 აპრილს დატოვა. რიჟვაძე ღარიბაშვილის ერთგულ კადრად ითვლებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ, რის გამოც მას სავარაუდო პატიმრობა ემუქრებოდა.